ნეგატიური ფაქტორები გადაიტანს ამ ეკონომიკურ კრიზისს, ვიდრე დაუშვათ ესეთი კრიზისი აქვს დაუშვათ სხვა ქვეყანას, რაც ბატონმა ბადომ ბრძანა კიდევაც ალბათ იგივე თუნდაც ბალტიისპირეთი, ალბათ თუნდაც უკრაინა, როდესაც ვიცით რა მდგომარეობა არის, ალბათ თუნდაც რუსეთი, სადაც ძალიან მძიმე მდგომარეობაა. როგორ ფიქრობთ, დღეს ბალტიისპირეთის ქვეყნებში უფრო მძიმე მდგომარეობაა ეკონომიკურ თვალსაზრისით საქართველოში? თუნდაც მოსახლეობის შემოსავლების კუთხით, ბიზნესის აქტივობის კუთხით. ის ამ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები არიან ევროკავშირის შემთხვევაში და იქიდან ღებულობენ ძალიან ბევრ შემთხვევაში შეღავათებს და ამ შემთხვევაში დახმარებებსაც. მიუხედავად ამისა, აქაც კი წარმოიქმნა ძალიან სერიოზული კრიზისი და საბოლოო ჯამში ეს აისახა იმაზე, რომ ეკონომიკის და ამ შემთხვევაში ეკონომიკის დარი განახევრებული და მოსახლეობას რეალურად გაუჭირდა და აისახა იმაში, რომ ნახეთ კიდევაც უკმაყოფილო მოსახლეობა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, რომ ეს მნიშვნელოვანი ქვეყნები, თუნდაც უკრაინა, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანი როლს მატარებელია, ამ ქვეყნებთან შედარებით ჩვენ ამ შემთხვევაში ყველაზე ნაკლები დანაკარგებით გავდივართ ამ კრიზისს და ვიმედოვნებთ კიდევაც, რომ ჩემი ფიქრობ, რომ ეს კრიზისი საქართველოს იქნება ყველაზე კარგად გადატანადი ვიდრე დაუშვათ სხვა ქვეყნებისთვის. ჩემს ეს ძალიან დადებითი მომენტი ამ შემთხვევაში ის, რომ მივიღეთ ამ შემთხვევაში დონორთა კონფერენციის შედეგად ძალიან მნიშვნელოვანი სახსრები. ის რომ კრიზისის დროს დავინახეთ კიდევაც, რომ მიუხედავად ძალიან იმისა, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში საბანკო სისტემა დაინგრა, ძალიან ბევრი ბანკი გაკოტრდა და აგრეთვე დაემართა სავალუტო კურსი თუნდაც უკრაინაში. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენთანაც ხო დაემართა სავალუტო კურსი, 15%-იანი ცვლილება იყო ეს ფანასტო შაბათქვე. არა, სულ მიკუჩხონეთ. ჩვენ პრეზიდენტის განცხადება იყო ესეთი, ამ მთავრობის უკაცრავად უნდა დაგისვათ ეს შეკითხვა. რომ ჩვენთან ლარის კურსი არის სტაბილური, აი სხვაგან ნახეთ რა მოვიდა. 15%-იანი ვარდნა რომელს ჰქონდა? არა, ჩვენ ჰქონდათ 15%, რომ დავთვალოთ. არა, რომელ ქვეყანას ჰქონდათ 15%-იანი ვარდნა? ერთ დღეში. ერთ შაბათს. გადავხედოთ უკაცრავად რა ხდება უკრაინაში და რა ხდება რუსეთში. რამდენი პროცენტიანი ვარდნა ხდება? ძალიან დიდი ვარდნა უკრაინაში. ეს მაგათაც დიდი ვარდნა მოსულია. შეგვიძლია ნახოთ რა ხდება თუნდაც რუსეთში. ანუ ჩვენ უფრო კარგად გადავშვით ვიდრე უკრაინა. ეს არის გლობალური ეკონომიკური კრიზისი, რაც რა თქმა უნდა გავნისახებს ყველაფერზე, მათ შორის ეკონომიკის სავალუტო. მაგალითი კატასტროფა ის არის, თავისივე ხელისუფლებას პოპს თავისივე ქვეყანას. და ჩემი აზრით ის რომ ამ შემთხვევაში საბანკო სისტემა გავაგზავნებთ, ის საბანკო სისტემა ამ შემთხვევაში არ ჩამოიშალა ამ შემთხვევაში თუნდაც და არ მოხდა ძალიან ბევრი ბანკის გაკოტრება. ჩემს ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი და ეს იძლევა მის წინაპირობას, რომ ეკონომიკის და ამ შემთხვევაში ეკონომიკის და გაგრძელდება და ქვეყანა ამას გადაიტანს მინიმალური დანაკარგებით. რა თქმა უნდა. გავსკიდეთ დავასრულოთ უკვე უნდა ძალიან მოკლე რეპლიკები და ჩვენი დრო კი ეს მართლა რეპლიკის სახით უნდა გავამზაფრო ბატონმა ლადომ რაც ბრძანა საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით. თავობა არა უბრალოდ მოვალე ამას ითვლიდეს, ორგანული კანონი ავალებს ამას, უნდა ითვლიდეს მუდმივად ყოველდღიურად და უნდა იცოდეს ეს სტატისტიკამაც და უნდა იცოდეს ეს შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრომაც, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ იმ თემების პიარი, რაც თვითონ არ აწყობთ, მაინც და მაინც არ ეხალისებათ, ყველაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი. საერთოდ დაივიწყეს და მჭირო მეზობლიანთაო, თითქოს გურულის პოლიტიკა ჩიცრუეს რო ააცილა და ჩემ თვალში მკვდარი ხარ და აციფრინე რამდენიც გინდაო. უბრალოდ ახლაც. სიგარიბეს მიშა გაიზარდის რო მორჩა საქართველოს სიგარების გარეშე და სიგარიბე რო გაიზარდა და გაღრმავდა. ამის გაზომვა აღარ უნდა. მის თვალში მკვდარია და აცი ყოფილა თუ უნდა. ეს ერთი, მეორე რაც შეეხება იმ ანეკდოტურ სენგურესთან დაკავშირებით, ну, არც გვაკადრეს ვიტყოდი. ეს იყო ამაზრზენი. იგივე ამ სტუდიაში ცოტა ხნის წინ საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლა იყო ამაზრზენი. ეს არ იყო სერიოზული ლაპარაკი. ეს იყო, ну, პირდაპირ მნიშვნელობით აგენტის საუბარი და სწორია ბატონ გიას მოვიდა თავში ეს შედარება. ეს არის ჩვენ ომი არ წაგვიგიაო. უბრძანებია ვაშაძე, სწორია რუსებმა ომი არ წააგეს. ის რუსეთის მოქალაქეა სწორად. ხო, ვაშაძეს ომი არ წაუგია. ეხლა რა თქვა ვაშაძემ კიდე ამნაირი ამაზრზენი. რას ვერ ჩიო, კაცო, ესო წესიერი კომპანიაო. ტანკით და იმით კი არ მოსულა, გაუბიჭითო. მოვიდნენ პატიოსნად და გველაპარაკეს, გაუფორმეთ კონტრაქტიო, რა გვექნაო. ტანკით, იმიტომ არ მოვიდა, რომ ტანკი ცოტა ხნის წინ იყო აგერ და განმეორება აღარ დაჭიდა, როცა კარგად galahავენ ხოლმე სუსტინების ყოფის ადამიანს. მეორედ ვიდრე galahვას დაუპირებენ, აღარ აცლის, ყველაფერს შეუსრულებს, რაც უთხრეს. ეს იყო არსებითად ხარკი,
მაგრამ ამ ხარკის გადახდის უფლება სააკაშვილს და მის რეჟიმს არ ჰქონდა. მშვენივრად გასწორებული ფაქტი არ არის ალბათო ნინო ფაქტი არ არის ფაქტი არ არის შემდგარი მემორანდუმი ეს არ გახლავთ ჯერეთი ხელშეკრულება მეორე ყველა ხელშეკრულება ექვემდებარება გადახდებას ვის შეუშლის ხელს ბატონ ხეთაგურს რომ წავიდეს და ხელშეკრულებასაც მოაწეროს ხელი თქვენ თუ მე არა ჯერეთი ჯერეთი ვინ დაავალა ხეთაგურს ხეთაგურმა მისი ღედაღამე ფიქრობდა და გააკეთა ანალიზი რომ ეს უნდა ასე გაესხვისებინა თუ დაუძახა სააკაშვილმა დაუბაკუნა ფეხები თუ დაუხეთქა მუშტი მაგიდაზე და წავიდა და მოაწერა სხვა შორის იგივე კანცელარიაში საფუძვლიანი სააკაშვილს ვინ შეუშლის ხელს რომ არ მოაწეროს ხელი ამ მემორანდუმს აი სააკაშვილს ერთადერთი სუბიექტი ვინ შეიძლება ამაში შეუშალოს ხელი ეს უნდა იყოს ქართული საზოგადოება თუ ქართული საზოგადოება ცოცხალია და თუ სააკაშვილი მაინც გაბედავს ამას უნდა გადააყოლოს ზედ იმიტომ მე გეტყვით ახლა პირველ წყაროდან მიღებულ ინფორმაციებს სოხუმში ეს ფაქტი პიარდება უკუღმა აფხაზებს ეუბნებიან რომ გაიყიდა ქართული წილი ქართველებს გეუბნებიან რომ აქამდე აფხაზები მოიხმარდნენ იმ მილიარდ 200 მილიონ კილოვატ-საათს და თქვენ რა გინდათ კაცო ახლა რუსები გადაგიხდიან იმათ წილს და ამასობაში რეალურად რა ხდება მე ძალიან მაინტერესებს თავად ის ფაქტი რომ მემორანდუმის ტექსტი გასაიდუმლოებულია ამას რატომ რამდენიმე პარლამენტარს თხოვე მოეპოვებინა პარლამენტარებმა ეს ვერ შეძლეს არა ვერ შეძლებენ იმიტომ რომ ამბობს პირდაპირ ენერგეტიკის მინისტრი რომ ტექსტი არის გასაიდუმლო არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ეს იყოს საიდუმლო იმიტომ რომ სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონ პროექტის ერთ-ერთი ავტორი ვარ მე სახელმწიფო საიდუმლოს რა განეკუთვნება ვიცი არ არის ეს ის დოკუმენტი რომელსაც შეიძლება თქვა რომ ეს არის საიდუმლო. გეთანხმებით ბატონო ნიკოლაი, მაგრამ უკაცრავად 2003 წლის რეალობაშია. როცა ენერგეტიკის სამინისტრომ დადო გახსოვთ, გაზპრომთან რო იყო. მაშინაც ხო გასაიდუმლოებული იყო და ნუ იგივე მაშინ პოზიცია როგორ ებდოდა ენერგეტიკის მინისტრს. ხო, ამიტომაც არ დავასრულოთ გადამურამე მექანიზმი არსებობს. თუ რამე მექანიზმი არსებობს, თუ არ არსებობს, უნდა შევქმნათ. ჩვენი ვალია რომ ამ გარიგებას ყველანაირად შეუშალოთ ხელი და არ შეგვიძლია. ეს თუ გავუვიდა დინო, დამერწმუნეთ ხვალს, სვეტის ხოვს გაკიდის ზეგ, ცხეთის ჯვარს და მე მიაყოლებს მამადა. უკაცრავად ოპოზიციურმა პარტიებმა ალბათ უნდა შეუშალონ ხელი, ხო? კი ბატონო. მაგრამ ვერ უშლიან. და არც აპირებენ როგორც მე ვატყობ. ბატონოგია თუ მე ძალიან მოკლედ ვიტყვი ფულის ხარჯვასთან დაკავშირებით. მეც არ ვაპირებ ბატონო როდესაც არ იყოს ხელისუფლებაში, მაგრამ მე უბრალოდ გავაკეთებდი ესე. ან ურჩევდი ხელისუფლებას რომ ესე გაეკეთებინა. თუ გრძელვადიანი ამოცანები აქვს და ხელისუფლება დიდხანს აპირებს ამ ქვეყნის მართვას და შესაბამისად ინტერესი უნდა კონდეს რომ ეკონომიკა ამუშავდეს, ხო? მე უბრალოდ ამ ფულს არ ავკრიფავდი. არის ეს 2 მილიარდი? ამ 2 მილიარდს ჩავტოვებდი ეკონომიკაში, რასაც ქვია, და ჩავტოვებდი არა საშემოსავლო გადასახადის სახით, არამედ იგივე დევეგის სახით. და მოგების გადასახად საერთოდ გავანებია. თუ არაპირებს ეს იქნებოდა რეალური ინვესტიცია ეკონომიკაში, რაც ეკონომიკას რეალურად აამუშავებდა და არა ის რაც დღეს კეთდება. დავასრულეთ. დიდი მადლობა. გინდათ რეპლიკა, მაშინ რეპლიკა ბრძანეთ და გავასრულოთ. ძალიან რომ 2 მილიარდ ჩავტოვდი ამ შემთხვევაში ეკონომიკაში, მოდი მაშინ ასე ვთქვათ, როგორ დავიცვეთ მაშინ სამართლიანობის პრინციპს, როგორ გავზდით სოციალურ დახმარებებს, როგორ გავზდით სოციალურ პაკეტზე ალაპარაკობ. მე სოციალურ პაკეტზე მე ვლაპარაკობ, ზედი თუ თქვენ მიგაჩნიათ სოციალურ პაკეტად, მე არ ვიცი. მე ვლაპარაკობ ზედი მილიარდ ლარზე ცხადდება ტენდერები გზებზე, ხო? ხო იყო. აქ არის საუბარი სახელმწიფოს როლი ამ შემთხვევაში იმ პირობებში, როდესაც არის ეკონომიკური კრიზისი, სახელმწიფოს როლი არის გასაგებად აქტიური ვიდრე დაუშვათ იმ პირობებში, როდესაც ეკონომიკა არის ძალიან მაღალი აქტივობის მქონე. აქედან გამომდინარე, სწორედ სახელმწიფოს როლია მოახდინოს ამ თანხმსახურების ხარჯი იმისაც, რომ ეკონომიკა იმართოს მიმართულებით, რაც შეუწყოს მის სწრაფ განვითარებას ხელს. რა შეუწყოს? ეს არის დიდი ბოდიში. ეს არის სწორედ ინფრასტრუქტურული პროექტები, არა მარტო გზები, ზოგადად ინფრასტრუქტურული პროექტები. აი მაგ ლოგიკით მიდის ქვეყანა იქ, სადაც მიდის რა. და რამდენიმე თვეში ნახავთ თქვენ მაგის შედეგებს, აი ამ ლოგიკის შედეგებს რა. ჩემი ბატონო დიდი მადლობა. სამი წერილია და ნახავთ და ჩვენ გვექნება რამდენიმე თვეში ამ საკითხებზე. დიდი მადლობა ყველას გადაცემაში მონაწილეობისთვის, ჩვენ დროს დიდი ხანია გადავაცილეთ. დიდი მადლობა ყველას, ვინც გვიყურეთ სამშაბათს ამ სტუდიაში იმუშავებს ალექსანდრე ელისაშვილი, ჩვენ კი ერთმანეთს მომავალ პარასკევს შევხვდებით. კარგად ბრძანდებოდეთ.